პაუზაა თუ დასასრული. აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი, განვიხილავთ წარსულს, აწყოს და მომავლის პერსპექტივებს თუ რეზონირ და ესე იგი თქვენია ეს გაშლა და დარჩით ვიდეოს ბოლომდე. აირჩიეთ ვარიანტი, მე კი დავიწყებ ვარიანტების განხილვას. პირველი ვარიანტის შემთხვევაში წარსულზე ვიტყოდი, რომ ცოტა მძიმე იყო თითქოს ამ ადამიანთან ურთიერთობა, შეიძლება ძალიან გადაგღალათ, ძალიან დამძიმებულ ენერგიებში იყავით, აი, ბევრი ტვირთში, ბევრ პასუხისმგებლობაში, თითქოს თავიდან შეიძლება ძალიან გინდოდათ ამ ურთიერთობაში ყოფნა, მაგრამ მერე მიხვდით, რომ ძალიან აი ზედმეტად მეტისმეტადაც კი გადაიღალეთ ენერგეტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ძალიან ბევრი რესურსი ჩადეთ, ძალიან ბევრი აიღეთ თქვენს თავზე ამ ურთიერთობაში და ამ ყველაფერმა საბოლოოდ აი სულ როგორც მორალურ, ისე ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ტანჯვამდე და ფიზიკურ გადაღლობამდე მიგიყვანათ წარსულში. აქ თითქოს ვხედავ, რომ შეიძლება პასუხისმგებლობის გამო ვერ აკეთებდით გადაწყვეტილებებს და ვერ იღებდით და ძალიან დაღლილები და გადამძიმებულები და გადამწვარი იყავით ურთიერთობაში. აწყოს რაც შეეხება, ეხლა თითქოს თავს ბედნიერად გრძნობთ რაღაცა, უფრო დაბალანსებულები ხართ, მაგრამ მაინც მარტო გხედავთ ურთიერთობაში, შეიძლება აქ გქონდეთ გარკვეული დისტანცია, გარკვეული ბარიერები იყოს ურთიერთობაში სასიყვარულო კუთხით. თითქოს არსებობს შემოთავაზებები რაღაცა სახის ურთიერთობაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შეიძლება თქვენ აღარ გხართ მზად და აღარ იცით გინდათ თუ არ გინდათ საერთოდ ამ ურთიერთობაში ყოფნა. ახლა შეიძლება გარეგნულად არ იმჩნევთ და ძალიან ისე გამოიყურებით, აი ლაღები ჩანხართ და თქვენ ჩაფიქრებული პარტნიორი და ადამიანი საერთოდ ვერ ხედავს, რომ თქვენ გიჭირთ და სიმძიმეებში ხართ, მაგრამ ფონად მაინც გამდევს დაღლილობა. აქ შეიძლება ადამიანი თქვენ ჩაფიქრებული ძალიან ჯიუტი იყოს, ძალიან ხისტი, ძალიან მიმწოლი და ცოტა რთულად სამართავი და მოუქნელი ხასიათი ჰქონდეს, ანუ მარტივად არ მოდიოდეს დათმობებზე და ეს აფუჭებდეს და ართულებდეს მდგომარეობას. მომავლის განვითარებას რაც შეეხება, ეხლა თქვენს შემთხვევაში ნახოთ აბა მომავალში რა გიჩანთ. ნახოთ აბა რა მოგივათ მომავალში. სამომავლოდ აქ კონტაქტი, კომუნიკაცია გექნება, შეიძლება შეხვდეთ საერთო საზოგადოებრივ სიტუაციაში, შესაძლებელია თუ საერთო სიტუაციები არ გაკავშირებთ, კონტაქტი გქონდეთ მაგალითად ინტერნეტის, სოციალური ქსელის მეშვეობით, არ გამორიცხავ ამასაც, მაგრამ რაღაც მომენტში, ანუ გადაკვეთა აუცილებლად გექნებათ და შეხვედრა ან საუბარი, მინიმუმ, თუმცა თქვენ მაინც ცოტა ნერვიულობებში გხედავთ და ცოტა დადარდიანებულები მომავალში, ანუ პაუზაა თუ დასასრულია, ვიტყოდი, რომ პაუზაა. მაგრამ აქ ბევრი პრობლემა შეიძლება საერთოდ მესამე პირებიც ყავდეს ურთიერთობაში და იყოს და სასიყვარულო საკუთხედებიც იყოს და ეს პერსპექტივა და ეს სიტუაცია მომავალში ისევ გაგრძელდეს. შეხვედრის შანსები არის, ოღონდ შეიძლება ეს იყოს ძალიან შემთხვევითი გადაკვეთა და არა მაინც და მაინც მიზანმიმართული. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში სოციალურ ქსელში კონტაქტი, მაგრამ დიდად რო ვთქვათ, რომ გაგაბედნიერებთ თქო ეს კონტაქტი და ეს შეხვედრა მაინც და მაინც არა. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს რაც შეეხება წარსულში ვიტყოდი, რომ თითქოს და რაღაც მომენტში შეიძლება ამ ადამიანთან ურთიერთობაში თქვენ ჩათვალეთ, რომ ძალიან აი სურვილი აგისრულეთ, ძალიან ბედნიერები იყავით, ძალიან ლაღები, ბევრ მომავალ პერსპექტივებსაც გეგმავდით, მომავალსაც განიხილავდით ამ ადამიანთან ყოფნის. ვიტყოდი, რომ აი რაღაცნაირად გეოცნებებოდათ და გეფიქრებოდათ და გეიმედებოდათ საერთოდ ეს ადამიანი და იმედი გქონდათ, რომ ბევრ რამე გამოსწორდებოდა და შეიცვლებოდა ურთიერთობა და პოზიტიური თვალით უყურებდით. შეიძლება იყოს მომენტი, რომ ცოტა მოტყუები საკუთარ თავს, შეიძლება ილუზიებშიც კი ამყოფებდით და თავს იტყუებდით რაღაც მომენტში ურთიერთობაში, მაგრამ მაინც არ გინდოდა შეიძლება რაღაცების აღიარება, რაღაცებისთვის, რეალობისთვის თვალის გასწორება. აწყოს რაც შეეხება და აწყოს სიტუაციებს. ეხლა ვხედავ ძალიან ფრთხილ მდგომარეობაში. შესაძლებელია ურთიერთობაში მხარეები ცოტა ჩაკეტილები იყოთ, არ იყოთ დიდად გახსნილები. აქ ვხედავ გარკვეული დაფარულობებსაც, ტყუილები შეიძლება იყოს, შეიძლება რომელიღაცა მხარე რაღაცას მალავდეს, ფარავდეს, არ იხსნებოდეს ბოლომდე. ჩანს აი თითქოს როგორი სიტუაცია ნეიტრალური, დამკვირვებლის მდგომარეობაში გხედავთ, აქ აკვირდებით, სწავლობთ, მაგრამ არანაირ ინიციატივას არც ერთი და არც მეორე მხარე არ იჩენთ. შეიძლება სოციალურ ქსელში გიყურებდეთ, შეიძლება ზოგადად თქვენ აბიჯებს აკვირდებოდეს, ან თქვენც აკვირდებოდეთ ფარულად მის მოქმედებებს არ გამორიცხავ, ეს იყოს ორმხრივი, მაგრამ რეალობაში ურთიერთობა
ურთიერთობაში, აი რეალური ურთიერთობას ვერ ხედავ ამ ეტაპზე, ცოტა ჩაკეტილი და დაპაუზებულ სიტუაციაში ხედავ. შეიძლება აქ ძალიან შიგნიდან ძალიან ბევრ ემოციას განიცდეთ, მაგრამ არ გამოხატავდეს და ცდილობდეთ საკუთარი ემოციებში დალაგებას და დაბალანსებას. პერსპექტივას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობის განახლების შანსები საკმაოდ მაღალია და საკმაოდ დიდია. არის შანსი, რომ თავიდან ნულიდან დაიწყოს ურთიერთობა და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს. უბრალოდ აქ თლად რო ვთქვათ, რომ აი ეს ახალი შესაძლებლობები ბევრ კითხვის ნიშანი ახლავს თან ამ სიტუაციას, კიდევ ბევრ რამე იქნება გასარკვევი. იდეაში შანსები ჩანს ურთიერთობაში, ვერ ვიტყვით, რომ პერსპექტივო მდგომარეობა, მაგრამ კიდევ რაღაც ბევრი გზა არის გასავლელი. აი ნახოთ ამ განახლებას რა მოყვება საბოლოოდ, რა შედეგებზე გახვათ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. ანუ განახლება იქნება, მაგრამ მოდი ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ რეალობაში ურთიერთობა მაინც ერთ ადგილზეა გაჩერებული, დაპაუზებული. აქ მე ვერ ვიტყვი, რომ აი ამ განახლების მე რეალურად 100%-ით და აი ძალიან შეიძლება 180 გრადუსით ურთიერთობა, როგორც იყო უმეტესი ფონი, მაინც ისე გრძელდება. აქ ჩანს წეგანიც გითხარით რაღაცა ტყუილები, ეშმაკობები, დაფარულობები ურთიერთობაში და ფონიც ესეთი გვაქვს, რაღაცა საიდუმლოებებს ხედავ ურთიერთობაში. იდეაში ნაბიჯების გადმოტკმა იქნება, მაგრამ არ ჩანს რეალური ცვლილებები ურთიერთობის. აი თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი რაღაცა გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ეს გადაწყვეტილებები არ ჩანს ურთიერთობაში, უმეტესად პაუზების ენერგიებში გხედავთ. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.